გარიჟრაჟზე როცა მამლები დაიყიულებენ, ძაღლები აყეფთებიან. ჭიშკარი აჭრიალდება და როცა როგორც გურულები ამბობენ სახლის საკვამურიდან ფუტი ამოვა, სოფელი მაშინ იღვიძებს. ზე ჯერ კიდევ არ არის ამოწვერელი, როცა სოფლის შარას მშრომელი კაცი ჩაივლის და დაღამებამდე სადღაც ჯორს. თის ფერდობებში ჩაიკარგება. გურიის მაღამთიანი სოფელი მეწიეთი. ამ სოფლის სახელს ასეთი ისტორია აქვს. თემის თავკაც სამეგრელოდან სტუმარი მოუწვევია და შეუთვლია. მეწვიე ერთიო. როცა გურიაში სამეგრელოდან სტუმარი ჩამოსულა, უსახელო სოფლისათვის მეწვიეთი მას დაურქმევია. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ასოები შეიკვეცა და დღეს სოფელს მეწიეთი ჰქვია. მეწიეთი მთის ფერდობზეა შეფენილი და ის გურიაში ერთ-ერთი ყველაზე მიუდგომელი სოფელია. კაცისთვისაც და ცივილიზაციისთვისაც. ახლა აქ უმეტესად მოხუცები ცხოვრობენ, რომლებიც დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლებს დღემდე უვლიან. იმ იმედით, რომ ქალაქში წასულები შეიძლება ოდესმე დაბრუნდნენ და მერე ისევ გურული დიალექტით რომ თქვათ, დაბრუნებულებს პირშავად არ დახვდნენ. როცა ვიყავა ხალგაზა დასიავის გეზაგული აიქნა მოხერხთა გოგოშენი სიყვარული ეხლა როცა დაუძვრუნდი რომულიკა ბაბუა 85 წლისაა, 6 კლასის განათლებით. აბა, მაშინ ცხოვრება ჭირდა და ფრონტის დროს ნენას რომ არ დახმარებოდა, სწავლა კი არა, შიმშილით გაწვრებოდა სული. ასე ღიღინში ორ კვირაში კიდევ 3 ყანის დაბარბა უნდა მოასწროს. ვიდრე რომული ბაბუა ყანაში მუშაობს, სახლში ლამარავებიან სადილის მომზადება ორჯერ უნდა მოასწროს. შუადღით და საღამოს. ტაბლაზე მჭადი ყველი და ერთი დოქი ღვინო აუცილებლად უნდა იყოს. ეგე ბერაუსი, ილიკონ დაიძე, თალომ დაიძე, ნოლომ დაიძე. სად წავიდნენ ეს ლომთათიძეები? სად წავიდნენ, სად? მიჯაში, მოგდა. ახალგაზრდა ამეჩო, სოფელში წავიდა, მშობლები დასკლა დამარხა და ქია. ო, იახები გავხდა. ძნელია, მაგრამ რა ვქნათ, უნდა ვიცხოვროთ, სოფელი დავამაგროთ, უნდა უსოფლოთ, ქალაქი არ ვარ გაშვილო. დამიბარა მამაშემო წაიო, მაგრამ არ წავედი. აქანე გაგი, იაკობება წაიო მამაო და ქალაქში ცხოვრობ. რა ვქენი მე? მიოჩი ფიჩი. მე არ ვიზამად არ წავედი. უნდა ვიშრომოთ, სანამ ვიქნებით უშრომლო, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი მარჯვენის იმედი, თუ არა, მთავრობა რაცხას გამოგვიგზანის, მაგის იმედით ჩვენ გლეხს არასდროს არ აქვს. არ იქ სათავეში იმფერი არავინ არ დამჯდარა, გლეხის არ რომ მიეხედა. ჩვენამდე მაინც არ მოაწევს, რაც არ უნდა დამევიდეს, იმ ჭამელის მეტი რაია? გოდარი! გოდარიო! რამულიგო! ამენი რასეზანვიო დღეს ამენი გაწმინდება ჩვენში. ოღრუბლულა და რამისი მე მეეკვება, გაწმინდება მგონია. გოდერძე იგივე გოძოიე ბაბუა რომული ბაბუას ბიძაშვილია. მათი ოდები ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთისგან კილომეტრით არის დაშორებული. თის გაღმა და გამოღმა მხარეს. რომულის და გოდერძის მამებს სახლები ასე ერთმანეთის პირისპირ საუკუნის წინ იმიტომ აუშენებიათ, რომ ძმებს ერთმანეთთან გადაძახილები ჰქონოდათ. ძველი გურული სიბრძნე წლების მანძილზე ამართლებდა, მაგრამ ახლა ერთი პატარა პრობლემაა. რომული ბაბუას ცოტა ყურს დააკლდა. არ გაგონებს? არ გადირიო, გიგონებს. ვაფშე არ აღურა, ახლოს მოგვიდა არ აღურება ყურს. გოდერძი ლომთათიძის ეზოში ცოტა მოგვიანებით შევავთ. ახლა რომულიკა ბაბუას სადილის დრო მოუწია. მოხუცი ცოლ-ქმარი ობოლ შვილიშვილებს რდის. საყვარელ სიტყვას შვილობას ვავრენდელებ. შვილობისადმი საფუძველზე და ფსალზე და ნაბიჯზე
ჩანჩალი ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ჩვენი საქართველო, ჩვენი ქართველი ხალხი და გამარჯვოს ნაბის მშვიდობის ნაბის მუდამ დღეს. გაუმარჯოს. ქვრივი გოდერძი ლომთათიძის ოჯახი მეწიეთში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი. ფოკუსია მზეს ეფიცხება. გოდერძი ბაბუა გოდრებს წნის. ისე ცოტას კი ნანობს, რომ სოფელს შემორჩა. ყველა მისი და-ძმა ქალაქს გაიკრიფა და როგორც თვითონ ამბობს, ახლა მასზე უკეთ ცხოვრობენ. ამიტომ ასეთი დავალება მოხდა. მისი ქალაქს წასული დედმამიშვილების უპირატესობა რომ არ გამოჩნდეს, გოდერძის კარმიდამო კარგად უნდა გამოვაჩინოთ. აქ დევიბადე და იმის დადია ყოველდღე. ამ სახლში დევიბადე. მამაჩემმა და დედაჩემმა თხოვე რომ დაბრუნდიო სახლშიო, მარტო ვერ უქნებით. ხოდა ცოტა ამაში შეცდომა გავაკეთე. იქინე ყოფილიყავი და დედაჩემი და მამაჩემი თუ მოხუცდებოდა, იქინე დამეყვანა. მაგრამ გაზრდილი რო იყო, მიყვარდა ცხოვრება და დაუჯერე. ამედგინე შენ და არ უნანობ რა. სადაც დევიბადე და გავიზარდე, ყველა თუ ვინა ცუდად იყო, მაინც მიყვარდა. მაინც მიყვარდა მეყვარება სულ. ახლა რომ მითხრა. წადიო ახლა მე ფეხის გადამდგმელია რომ. აგერ რაღაც ცედი და უკან მიიღო და აგერ ასე რომ მithვალო, ხო? 14 ოჯახი ვიყავ და ვართ 4 დარჩენილი. 4 ოჯახის ერთმანეთთან შეკრების ადგილი თანდულას წისქვილია. შორიშორს მდგარი სახლებიდან გზა წისქვილამდე ვისთვის მოკლე, ვისთვის კი ძალიან გრძელია. მეწიეთში მხოლოდ ლომთათიძეები ცხოვრობენ და თანდულაც რა თქმა უნდა ლომთათიძეა. მოდი. ვართ მუშაობ. საერთოდ ამბავდა. ხო. ვიდრე წისქვილის ქვა სიმინდის მარცვლებს დაფქოს. თანდულა საკუთარ ყანაში მოწეულ თუთუნს გაღალში ახურს. ნახევრად დანგრეულ წისქვილში თამბაქოს კვამლი დგება. ეძახი რაღაცა თუთუნი კლავსო, ღვინო კლავსო. სოფელში რომ ღვინის სმა და ესა ქალაქში მის ნახევარშობს. მე დროც არ აქვს. შეიძლება არ აქვს, ყველა ღვინოს ხო არ ეგეთი. ახლა მე სახლში გაქშენებულა და სხვა. აქ ცოცხლობს მაინც არა. რა უნდა გააკეთო მთელი ზამთარი. ისდეუდა და თუ შეგიძლია კიდალე. ყველა ვერიტანსამდალევავს, მალეთრება, რეგლახად ხდება. ასეთია. ჩაგადილი ვარ ზამთარში თოლებები და აი არაფერი არა. გაზაფხულობით წისქვილს ნაკლები მუშაობა უწევს, რადგან ამ დროს მეწიეთში სიმინდის მარცვლის რაოდენობა კლებულობს. ახალგაზრდობას უჭერს სკოლა არა, მაღაზია არა, არის მთიანი ადგილი ჩვენი. უნდა კონდეს გზა. რამსთავარი არ უნდა შეუძლდეს შოქი. რომ ვინც არის დარჩენილი, იგენ საღამოს ხამეს სახლში რაღაცა დაინახონ, ან ტელევიზორს შეხედონ, სინათლეზე დაწვენ და იზინონ. შოქი რომ იქნება და გზა რომ იქნება, ხალხი სოფელში გაჩერდება. მაშინ კარგი იქცევა. რო არა იმდო კარგი. საღამოობით მეწიეთში ტელევიზორი ირთვება. საქონელი დაბინავებულია. მოხუცები ჩაისწვავენ. მერე ადრე წვებიან, რომ დილით ადრე გაიღვიძონ. დღე მიტოვებულ სოფელში მალე გადის. შეშის ჩეხვითა და თოხით დაღლილი ახალგაზრდობა ამ დროს დიდი ჭადრის ქვეშ იკრიბება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ასაკი 15-16 წელია, მათ სოფელში დღემდე ბაღნებს ეძახიან, რადგან უფრო პატარები ამ სოფელს პრაქტიკულად არ ჰყავს.
ასეთი 15-16 წლის ბაღანე მეწიეთ 3 ძალი ხავს და ყველა მათგანი ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილია. ჭადრის ძირში სოფლის ბიჭები ძირითადად ქალებზე და ფეხბურთზე საუბრობენ. ღამე ბანკოსა და დომინოს თამაში გადის. რატომ მერევი მაინც რა გითხრა ახლა მე ქალაქელი ძმაო კარაგზე გაზელი კაცია და სოფრელი ხო იცი ლობიაზე გაზდილი კაც აფერი არ ჯობია ხო იცი ჩამოვია ხა დაგეძინა აუ გებიხიშ მე მაგ მოიფსიანია თორა ჯოგეს ვერ თამაშობ ხანდახან იმიტომ რომ უმეტესად არ ვარ 4 კაცი რა ერთად ხან 3 ვარ ხან 2 ვარ ხან შეიძლება 5 დავწმაშო კი ვთამაშო უცო მეტი ვარ 4 კაცი ვარ ზოგჯერ დურაკასაც კი ვთამაშობ თუ რა დურაკა ვთამაშო და ვერთოვი ხან ვიცი ბურას ხან არცსაც კი ვთამაშო 2 თუ ვარ დომინოს და ხშირად არა ხარ 4 კაცი? ხშირად არა ვარ კი არა ვარ ხშირად იმიტომ რომ 3-2 ჯოგეს ვერ ვთამაშობ და ზაფხულში უფრო დაჟე ორ პარტიას ვთამაშობ ახალგაზრდა ჩამოდიან ქალაქიდან CN pupitre, c'est le pupitre de tata. Elle ne lit pas, elle écrit. C'est une boutique. Tata écrit, elle écrit. Elle ne lit. C'est un pupitre, c'est le pupitre de tata. შოვი ბებია მეცადინო შენი გულის ჭირიმე ჰა ჩემო ბებია კარგად ისწავლე ბებია კარგად შენი ჭირიმე დაჯექი ბებო Elle écrit, elle ne lit pas, elle écrit. C'est une boutique, une boutique. რაია ბებია მაე ბუტიკა დამითარგმნე ერთი რაჩი ქორთულია მაე რასა ლაპარაკო დაწერია ეს არის ჯიხური აი ბებია Elle ne lit pas, elle შენ რომ საფრანგეთში წახვალ მე რა მეშველება ქანე შენ წაგიყვან ბებო შენთან დიახ ბებო აი შენი ჭირიმე ჩემი გოგო შენ გენაცვალე ჩემო ბებია პარიზში გამგზავრებამდე გზა ჯერ ფოსელზე გადის. ეს იმისთვის, რომ დილით სკოლაში წასვლამდე ქრისტინემ თბილი თხის გრძით ისაუზმოს. კარემ დავხურო ხო ბებო? დახურე. ღმერთო მშვიდობით დამაზინე და მშვიდობით გამაღვიძე. მეწიეთში დილით გაწვიმდა. ქრისტინემ სკოლამდე ტყე-ტყე ჩქარი ნაბიჯით უნდა იაროს, ასე დაახლოებით 20 წუთის მანძილზე რომ ხიდის თავში ჩავიდეს. ვიდრე სკოლაში 6 გაკვეთილი დამთავრდება, ნათელაბებია მაღალ ფერდობზე ცერცვის მარცვალს უვლის. ავტობუსით დადიხართ ხოლმე, ჩადიხართ ჩოხატაურში? აქედან ბებია მე რომ წავალ ხიდისთავ ჩვენი ხიდისთავია ჩვენი თემი იქიდან ჩასვლამდე მინდება ერთი 20 წუთი მაინც ფეხით ხო და მერე კი ავტობუსი ან მარშრუტკა დადის ან ავტობუსი დადის ჩოხატაურამდე ხო და იმას მერე თუ გაქვს რამე წამოსაღები წამეიღო უნდა თორყავს მანქანა ფეხით სურგით წამეიღო უნდა მედი არა
აფერი. როცა შუქი არა, შეშა არა, აფერი არა. აფერი გინდა იყო ნელჩი, მეზობელი არ მყავს. 1, 2 და მესამე დაბლა. ეგ ხო, მეზობელი? არ ყავს ახლა მეზობელია ეგ რომა ზეითი გიჭირდეს რამე გააგონე. დეიზახებ რაც ხას კი და მაგრამ მეზობელი ახლოს გინდა კაც. მეწიათიდან ხიდისთავამდე 5 კილომეტრია. ამ გზას სოფლის ყველა მაცხოვრებელი ფეხით გადის. კვირაში ერთხელ მაინც რადგან მეწიათში არ არის მაღაზია და არც სამედიცინო პუნქტი. ხიდისთავი ამ სოფლის ცენტრია. აქ შესაძლებელია სიგარეტი, საპონი, პური, შაქარი და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინო. უმეტესად მაღაზია ნისიაზე ვაჭრობს, პენსიიდან პენსიამდე. ეს მაღაზია გურის რამდენიმე მაღალმთიან სოფელს ემსახურება და ის პენსიების დამრიგებელი პუნქტის გვერდზე მდებარეობს. შესაბამისად, გაცემული ნისია თვეში ერთხელ ათვილი ამოსაღებია. ამ ადგილას ხალხი გურიის ბევრი სოფლიდან იკრიბება, რადგან აქ არის ერთადერთი ავტობუსის გაჩერება, საიდანაც მგზავრებს ჩოხატაურში წასვლა შეუძლიათ. საქართველოში გურია მაინც კრიმანჭულის, მოსწრებული სიტყვა-პასუხის, იუმორის და დიდი პოლიტიკის კუთხეა. მაგრამ ეს ყველაფერი სოფლების დაცლასთან ერთად ნელ-ნელა იკარგება. თალიკობებოს მსმენელები მეწიათში ახლა მხოლოდ ქათმებიღა არიან. ერთ დროს სოფლის პირველი მედროშა იყო და განთქმული მეჩაიე, მაგრამ კიდევ უფრო განთქმული მომღერალთა გუნდის მოკრიმანჭული. ახლა იმ გუნდიდან სოფელს მხოლოდ ერთადერთი თალიკოს ხმა შემორჩა. Beșiniana dirobis topis padronaso, uvedru alpesia rafraudreb madronaso, uvedru alpesia uruaho 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 uruaho. რა დროს ფეროდით ხოლმე მაგას? კოლმეონებაში მივდიოდით, სამეს შემთხვევაში ვიყავით ქორწილში თუ დაპატიჟებული თუ მოკუთხეს მეზობლობას ვემსახურებოდით. ჩაში დროშას რომ მივიღებდით, ჯილდოებს მივიღებდით, ვღეროდით იქინე. მეწიათში გურული კულტურა, ადათი და ამკუთხის შვილების ხასიათი მართალია ხალხის ძალიან მცირე ნაწილში, მაგრამ მაინც ყველაზე კარგადაა შემორჩენილი. აქ მართლაც დარწმუნდები, რომ გურული ქალი ცოტა ფიცხია. ერთდროულად კარგი მაწევარი და კიდევ უფრო კარგი ლოცველი. ენა ამოგძრა და სიკვდილი იქნა შენი, ენა ამოგძრა ენა. შვიდობით მოიცა, შვიდობით. Წაი დედა, წაი. წაი. გიშერა რა დღეში ხარ შენ, გიშერა რა დღეში ხარ შენ, რა დღეში. წაი ახლა, წაი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს უკიდურესად უჭერს, აქ იუმორისთვის მაინც იცლიან. ასეთი ამ სოფელში ჟორიკიე ბაბუა, რომელიც ახლა ცოტა შეუძლოდაა, მაგრამ მისი დაქორწინების ისტორია მთელმა სოფელმა ზეპირად იცის. ქალი ამონყვა კი არა მასრობდა წინ. იმას უფრო ეშკარებოდა. რატო? რატომ და რა ვიცი თან მეც მეშკარებოდა. მაგის მამას ორი ყავდა გოგო. ხოლო მე რომ შევედი, რომელი გინდა ვიზიაო სასიმაურო მითხრა და მე ვთხარი იმფერი გაჭირებული ვარ, ახლა რომელ ხალხს მოგცემ სულ ერთი ამეთი. ხოლო აი გამომატანა. მეორე დასჯობდა? იჯობდა, მაგრამ ახლა სიტყვა იყო და ვეღარ გადმოხვიე მე.
ბაბუა ჟორიკია ისედაც მიუდგომელი მეწიეთის კიდევ უფრო მიუდგომელ ადგილას. თლად მთის კორტოხზე ცხოვრობს. თვეები ისე გადის, რომ მეუღლის გარდა ხმის გამცემი არავინ გავს. ამიტომ ყველაზე მეტად სტუმრიანობის ნაკლებობას უჩივის. ქალაქის ამბები აინტერესებს. სოფლისაც და ასაკში უკვე ცოტა მოიწყინა. შემოსაწყნია, მაგრამ რა უნდა გნა? უზინ. ხალხი რომ იყო. ავდგებოდი, მივიდოდი ჭიშკართან. და გავჩერდებოდი. 100 კაცი გეიარდა ერთ დღეს. ხო და რომელც ხომ მომეწონებოდა, მე უმფროდ მას შემევიყვანდი სახში. დაბლებმეთქი. ღვინოზე. ახლა ვერ იკვირე რომ იყო ჭიშკართან კაციშვილი არ გეიარ, გელი თუ გამეარ, გიჟეგჯამს და იქნება მედიაფერი. მეწიეთი ხალხმა წლების წინ ისე დატოვა, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებულან. მიტოვებული ოდები ფეხზე ისევ დგას. მართალია სახურავებს ხავსი მოეკიდა, მაგრამ სოფელმა ყველა მათგანი მრუდე ხელისგან გადაარჩინა. იმის მოლოდინში, რომ ადამიანები ერთხელაც დაბრუნდებიან. წინაპრების საფლავებს, მეზობლებს, ნათესავებს ნახავენ. და ერთხელაც დაცლილი სოფელი ისევ შეივსება და ფუტი მიტოვებული სახლების საკვამურიდან ისევ ამოვა. მეწიეთში ამ წუთას 4 ოჯახი ალბათ ერთ ტელევიზორთან იქნება შეკრებილი და ყველა მათგანი ჟურნალისტის დღიურს უყურებს. ცოტა მეშინია, რადგან მაინც გურულები არიან, რაღაცას დაიწუნებენ და იტყვიან: მაი, აფერიო.